გაფიცული არიან ასევე ბიზნეს ცენტრ ბესიკში განთავსებული ბიზნესების წარმომადგენლები. ახლა კიდევ ერთი ჩართვა გვექნება გადაცემაში და ჩემი კოლეგა ნუცა შუბაშვილი შემოგვერთდება პირდაპირ ეთერში. ნუცა, მოგესალმებით, რას ამბობენ ის ბიზნესები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას საყოველთაო გაფიცვაში, რა არის დღეს მათი მთავარი სათქმელი? ელენე, მოგესალმები. როგორც უკვე აღინიშნა, დღეს 15 საათიდან 18 საათამდე არაერთი ბიზნესის კომპანიის დასაქმებულების ნაწილი არის გაფიცული. ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია, როგორც შენ აღნიშნე, ახლა ჩვენ ვიმყოფებით ბიზნეს ცენტრ ბესიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ ბიზნეს ცენტრში დასაქმებული და მდებარე კომპანიების ნაწილის თანამშრომლებიც არიან გაფიცულები და ისინი უერთდებიან ამ გამაფრთხილებელ აქციას. ახლა ჩვენ შეგვიძლია აქციის ერთ-ერთი მონაწილის შეფასებას მოვისმინოთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ანა გიენაშვილი, ანა, მოგესალმებით. როგორც ნახეთ, სხვა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, არაერთ ბიზნესთან, კომპანიასთან ერთად რიგითი დასაქმებულებიც გაიფიცეთ, მათ შორის ბიზნეს ცენტრ ბესიკის განთავსებული კომპანიების წარმომადგენლები. რატომ უერთდებით პირადად თქვენ ამ აქციას და რა არის თქვენთვის ამ აქციის მთავარი მიზანი და სიგნალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ? მე მგონია, რომ არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც აქ არის ჩემთან ერთად და არა მხოლოდ არის ერთადერთი მიზეზით გამოსული. იმისათვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში, უკეთეს ქვეყანაში და კონკრეტული მოთხოვნები, რაც არის ალბათ ყველა ჩვენგანის არის ის, რომ შეწყდეს ადამიანების დევნა, გათავისუფლდნენ ის ადამიანები, ვინც დააკავეს ამ პროტესტის განმავლობაში და ძალიან ბევრი ადამიანია უკვე დაკავებული და დაუბრუნდეს იმ ევროპულ კურსს საქართველოს, რომელსაც მივყვებოდით ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება უკეთესი მომავალი და ყველამ ვიცით, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და არა კონკრეტული ადამიანების, ვინც ახლა თავისი ჭკუით მართავენ საქართველოს. როგორც ნახეთ, დაახლოებით თითქმის 50 დღე არის მოსახლეობა, მათ შორის რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. თქვენი შეფასებით, რა არის გამოსავალი ამ ყველაფრიდან და გაქვთ რა მოლოდინი, რომ ეს პროტესტი სხვადასხვა ფორმით, მათ შორის დღეს არის ხო ეს არაორდინალური მასშტაბური გაფიცვა ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, სანამ იგივე თქვენი თქმით, რაც არის მიზანი ამ პროტესტის არ შესრულდება და ეს სიგნალს არ გაიგებს შესაბამისი გებელი პირები. ჩვენი ყველა პროტესტის მონაწილის მოთხოვნა არის ახალი არჩევნების დანიშვნა იმისათვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ისევ და ისევ იმ სწორ გზას, რასაც მივყვებოდით და არასდროს არ უნდა შეწყდეს ეს პროტესტი ერთადერთი მიზეზით, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი და ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვოს, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდა სრული დარღვევით და ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი ხმის დაფიქსირება. ამიტომაც პროტესტი არ უნდა შეწყდეს, ვერ შეწყდება არა, არ უნდა შეწყდეს და ჩვენ უნდა დავრჩეთ ქუჩაში მანამდე, სანამ არ მივიღებთ იმ შედეგს, რაც ყველა ჩვენგანს გვჭირდება, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი ცხოვრებისთვის პირველ რიგში ალბათ. ძალიან დიდი მადლობა, როგორც მოისმინეთ და ნახეთ, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე რიგით ბიზნეს ცენტრების მიმართულებითაც, მათ შორის როგორც მოისმინეთ, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ბიზნეს ცენტრის ბესიკში განლაგებული კომპანიების და ბიზნესების ნაწილიც არის გაფიცული, მათ შორის დასაქმებულებიც და როგორც მოისმინეთ, უკვე არაერთი რესპონდენტისგან ჩვენი გამოშვების ფარგლებში ისინი კვლავაც ითხოვენ, რომ აუცილებელი არის ქვეყანა დაუბრუნდეს პროევროპულ და გათავისუფლდნენ ამ დაახლოებით 50 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციებზე დაკავებული პირები. ნუცა, ძალიან დიდი მადლობა მოქალაქის პოზიციას უსმენდით პირდაპირ ეთერში.